როგორც იცით, თეკლას სტრუქტურში სტანდარტული კომპონენტების გამოყენება მნიშვნელოვნად აჩქარებს მოდელირების პროცესს. ამ ვიდეოში სწორედ ერთ-ერთ კომპონენტს ვიყენებ, თუმცა ის სრულად არ ერგება ჩემს საპროექტო კვადს. გამოსავალი მარტივია. არსებულ კომპონენტს დავაედიტებ და მის ბაზაზე custom components შევქმნი. თავდაპირველად პარამეტრებიდან გამოვურთავთ ეგრეთ წოდებულ ანკერის ქანჩებს. როგორც ხედავთ, კომპონენტი განახლდა, ახლა კი დროა რომ ის explode-ის გამოყენებით ავაფეთქოთ. რათა ჭანჭიკები და სხვა დეტალები, როგორც ცალკეული ნაწილები, ისე დავამუშავოთ. დასრულების შემდეგ ნიშნავთ მომზადებულ ელემენტებს და ვქმნით ახალ custom components. ვქმნევ მას სახელს, შემდეგ ნიშნავთ იმ ელემენტებს, რომლებიც ჩემს custom component-ში უნდა შევიდეს. შემდეგ კი უთითებ მთავარ და დამატებით ელემენტებს, რათა თეკლა სწორი კომპონენტის შექმნის გზას გახვდეს. მწვანე კონუსი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ კომპონენტი წარმატებით შეიქმნა. სისტემა მას ავტომატურად ავატრებს ბიბლიოთეკაში. საშუალებას გვაძლევს ეს მორგებული კვანძი სხვა იდენტურ ადგილებზეც მარტივად გამოვიყენოთ. ამ მეთოდით ნებისმიერი სირთულის კვანძის შექმნას შეძლებთ. უფრო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოყურებთ